საქართველოს პრემიერ-მინისტრი და დასაქმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თბილისში მდებარე პროფესიულ კოლეჯ იკაროს სტუმრობდნენ. პროფესიული სწავლების ცენტრი იკაროსი 2007 წელს გაიხსნა და ორიენტირებულია სერვისის სფეროში დაბალი საშუალო სკოლის მომსახურე პერსონალის მომზადებაზე. სასწავლებელში ფუნქციონირებს სამი ძირითადი პროგრამა. ეს არის კულინარული ხელოვნების, სარესტორნო საქმისა, კვებისა და სასმელის სერვისის სასტუმრო საქმე. სასწავლებელში პრემიერ-მინისტრის სწავლების პროცესის მიმდინარეობითა და კოლეჯის გაფართოების პერსპექტივით დაინტერესდა. კოლეჯის წარმომადგენლების განცხადებით გახსნის დღიდან დღემდე სასწავლებელმა 3000-მდე სტუდენტი მოამზადა, რომელთა 76% დასაქმებულია. სტუდენტებთან საუბრის დროს ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზრდება სასტუმროებისა და რესტორნების რაოდენობაც, რაც შესაბამისად ამ პროფესიაზე მოთხოვნილებას გაზრდის. დასაქმებულობის პროცენტი რამდენია ახლა ითქვა? ახლა 76% არის დასაქმებულობის პროცენტი, 76% ეს არის ყველაზე მაღალი პროცენტი არის კოლეჯების საქართველოში, ჩვენ კურსდამთავრებულებს შორის და ზუსტად ამან გამოიწვია ის გარემოება, რომ საკმაოდ მაღალი არის ინტერესი ამ კოლეჯის მიმართ. და ზუსტად ამის შედეგადაც არის ის, რომ ჩვენ ახლა უკვე ფართოვდებით. არის თეორიული და პრაქტიკული სწავლება, ეს არის პრაქტიკული ლაბორატორია კაბინეტი, თქვათ 4 თვე აქ ჩვენთან სწავლობენ, 2 თვე თეორია, 3 თვე პრაქტიკა და 4 თვე მერე ბოლო მეხუთე თვე არიან საწარმოში. ზარეულებზე უფრო დიდი მოთხოვნა. ზარეულების ახლა 4 ჯგუფი ყავს და 120 პრაქტიკულად ციტირანი განსხვავდება. 120 სტუდენტი აი გველოდება, ახლა ოქტომბერში უნდა მივიღოთ. დასაქმების პრობლემა პრაქტიკულად ამათ არ ექნება. არა, ანუ ყველაზე დიდი მოთხოვნა ზარეულზეა, საშუალოდ აქტიური ანაზღაურება 40-50 წლების კარგი საფრთხე. აქ თითოეულს ექნება თავისი სამუშაო ადგილი, არამედ მაგიდა, არამედ თავისი ქურა ექნება თითოეულს.